100-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ამერიკაში მოქმედ ფარას ქართულ თარგმანთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შტატებში მოქმედი ფარა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება. ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს. განცხადებაზე ხელმომწერები აცხადებენ, რომ რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის და საკუთარი მისიის ერთგული ემსახურონ ქართველ ხალხს. ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერახსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლის სამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ამერიკაში მოქმედი ფარა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება. ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს. მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს. უკვე მესამე წელია ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. ამერიკაში სასამართლო ამ კანონს არ ავრცელებს მედია ორგანიზაციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ხოლო ივანიშვილის ფარა, რომელიც იტყუება, რომ არის ამერიკული კანონი, რეალურად თავის განმარტებით ბარათში ახსენებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვერ აღასრულა რა პირველი რუსული კანონი, ის ცდილობს, რომ ცხვრის ფორმაში გადაფუთოს მგელი და ისე შემოგთავაზოს, თითქოს ეს კანონი არის ამერიკული. წელს უკვე მესამედ ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი. და რატომ არის ეს კანონი რუსული? იმიტომ რომ მისი მთავარი დანიშნულება არის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელება და სწორედ აქეთკენ არის მიმართული მთელი ქართული ოცნების მიზანი და სწორედ ამისკენ მიმდინარეობს მთლიანად ბოლო თვეების განმავლობაში არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა. რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ყოველთვის, იქნება საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული, იმ კონვენციების, რომელსაც საქართველოს შეუერთა წლების წინ და რომლებიც დღემდე მოქმედებს, მათ შორის ევროპული კონვენცია, მათ შორის სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომელთანაც შეიძლება ითქვას პირდაპირ, რომ ეს კანონი არის პირდაპირ წინააღმდეგობაში. ანუ ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ანტიხალხური, ანტიქართული. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება ძალიან ხშირად ცდილობს ხან ამერიკული დაარქვას, ხან ბრიტანული კანონმდებლობებს, რომელიც რეალურად მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს კანონი არ გამოიყენება დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ამიტომ თუ კი ეს კანონი სულისკვეთებით იქნება ამერიკული, ის ნამდვილად არ შეეხება ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ხოლო თუ ქართული ოცნება დაიწყებს ამ კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ეს იქნება ნამდვილად შენიღბული კვლავ რუსული კანონი. ქართული ოცნების პარლამენტმა ფარას ეგრეთ წოდებული ასლი პირველი მოსმენით 4 მარტს, მეორე მოსმენით კი 18 მარტს მიიღო. როგორც ოცნებაში ამბობენ, ფარას ასლი გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე დღეს საქართველოში მოქმედი ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი. ახალი კანონით ფართოვდება წრე, ვიზით შეიძლება ის გავრცელდეს. ფარას თარგმანით ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი აგენტად. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტით გათვალისწინებული განაცხადის წარუდგენლობისთვის ან უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებაზე თავის არიდებისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.